მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხი GG Gaming და ეს არის თამაში FC Mobile. და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავტესტავთ ახალ ქარტს. ბევრ ქარტს ვტესტავ ამ ბოლო დროს. და მე ის ვყიდი. მაგრამ რატომღაც მომწონს, როდესაც ახალ ქარტების შესაძლებლობებს ვიგებ. და შემდეგ შეიძლება რომ ისინი ისევ დავიბრუნოთ და დღეს გავტესტავთ Willy Orbans. სხვადასხვა დიდი, რა თქმა უნდა, უფრო ბევრ გამომწერიანი იუთუბერები და უფრო დიდი გამოცდილებით. ეგეთი იუთუბერები ამბობდნენ რომ ეს ქარტი კარგია, რადგან აქვს დაბალი შეტევითი work rate, რაც იმას ნიშნავს რომ შეუძლია რაღა არის და თამაშის დროს დარჩება თავის პოზიციაზე, არ გააკეთებს წინსვლას, მაგალითად წინ არ გაიქცევა და უკან სიუცეს არ დატოვებს, თავის პოზიციაზე იდგება ძალიან კარგად. ასევე კარგი სტატებიც აქვს, 175 აქვს დიფენდინგი და 157 აქვს ფიზიკალი, რომელიც დენბურნის დაცვით სტატებს ჯობია. მაგრამ რატომღაც მე ვთვლი რომ დენბურნს უფრო კარგი პერფორმანსი აქვს მიუხედავად სტატებისა, არ ვიცი რატომ, შეიძლება მე მეჩვენება ასე, მაგრამ ძალიან კარგად თამაშობს ეს ქარტი და ძალიან მომწონს. მაგრამ დღეს მე გადავწყვიტე რომ ეს ქარტი გავტესტო, თუ როგორია ორბანის ეს ქარტი. და ხო, კიდე დამოვიწყდა თქვა რომ ინიესტას ოვერი მოემატა, თვითონ თამაში არა, მაგრამ როგორც იცით ესპანეთმა მოიგო ბულგარეთთან 3 გოლის სხვაობით და ეს იმას ნიშნავს რომ ესპანეთის მოგების გამო ინიესტა უკვე 109-ვერიანია, ეს უბრალოდ ახლა თამაში არ არის ჯერ ჩამატებული, მაგრამ შემდეგ კვირას აუცილებლად 109-იანი იქნება. და ვიმედოვნებ რომ ეს ქარტი 110-იანიც გახდება და იმედი შეიძლება რომ 111-იანიც გახდეს და ეს თუ მოხდება ძალიან მაგარი იქნება. ასევე 3 გოლის სხვაობით რომ მოიგო, სუსტი ფეხის რეიტინგი მოემატა და 5 გაუხდა, რაც იმას ნიშნავს რომ ორივე ფეხი თანაბრად ითამაშებს ეს ქარტი შემდეგ კვირას. და ძალიან მიხარია რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და ხო რა, ძალიან კარგი არჩევანი იყო ეს ჩემი მხრიდან, ჩემი აზრით. მოდი ახლა სტანდარტულად გავტესტოთ მენეჯერის რეჟიმით ეს ქარტი ტაქტიკებს. კვლავ გადავხედოთ. Sorry. ტაქტიკა რაც არის ჩემს გუნდთან არის შერწყმული, თუ როგორ თამაშობ ჩემი გუნდი და როგორი ტაქტიკით ვათამაშებ ეს დაყენებული მაქვს და რატომღაც ისე დაბალანსებული ტაქტიკები აქვს, რაც ძალიან შემტევი, არ ძალიან დაცვითი, თვითონ ტაქტიკა, სტრატეგიები, ისე მენტალიტეტი ჩემი გუნდის შემტევად მაქვს გადაკეთებული. შემდეგ კვირას ალბათ შევაგროვებ შესაბამის captain tokenებს, რომ დუნგას კაპიტაინ armbands, ანუ SoundCloud კაპიტნისას ივენთიდან თოკენებით ავიღებ და აღარ გავივლი დუნგას მინი ივენტს და პირდაპირ გავალ 100-დან 111 ოვერიან პაკამდე, ოვერალიან პაკის მისიას, რომ უნდა შევაგროვო სამკლაურები ყველა კაპიტნის და დუნგას კაპიტანის სამკლაურსაც ავიღებ, კიელინისაც ავიღებ მალე და ამიტომაც ამის გამო ძალიან გახარებული ვარ. და გავხსნი თქვენთან ერთად ასრულება მინიმუმ 100 ოვერიან პაკს და იმედი მაქვს რომ რამე კარგს დავაგდებ. მანამდე დაიწყო თამაში, ჟირუ ყავს, ჟირუ მე პირადად ძალიან არ მომწონს, რადგან ძალიან დაბალი ოვერი აქვს, ასევე ყავს კამბიასო და ყავს მარკეზი, როგორც შემომსვლია და დაიწყო თამაში, გარინჩა, კინი, ვალვერდე გადაიტანა აქეთ გუტიზე. ვალვერდე გაუგორა გუნტერმა უკან დაიხია ჩემ და გასაკვირად, მე მეგონა შეტევაში წავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ზამბროტამ დაარტყა და როგორ ააცილე ეს არ ვიცი. და ძალიან გაადურტყავს ეს ქარტი. მარჯვენა მცველის პირობაზე. ვალვერდე წინააღმდეგ არა გუნტერია ეს. კინმა ჩამოაწყვია. აქ ჟირო სახიფათო იქნება. მესი ძალიან სახიფათო იქნება. ლოკატელის ქარტიც ხوار გავტესტო ისე. თვალში მომხდა ახლა და
ფიქრობ რომ ეს კარტიც კარგია და დამიწერეთ კომენტარებში რომელი კარტი გავტესტო შემდეგ. ოღონ ისეთი ბიუჯეტური რომელიც შესაძლებლობაც მექნება. ხო ხედავთ კოინებს არ ვაგროვებ და ხარჯავ ეგრევე რომ ახალი კარტები გავტესტო. და ისევ ტესტავ რომ არავინ არ მიწერთ. ამიტომაც გთხოვთ რომ დამიწეროთ რომელი კარტი გავტესტო. ამასობაში რაითი კარგად გაიჭრა წინ და გოლიც გაიტანა. შვენიერი. კარგი კარტია რაითის. კარგად აკრიბა სისწრაფე და ბეკარის განახლება კუთხეშიც შვენივრად გაიტანა. ვიქარიოს კარტი, ვიქარიო არის მეტოქის მეკარე, რაც არ არის ცუდი კარტი. მე პირადად ძალიან მომწონს მისი სტატებით და ყველაფერი. ასევე მეტოქის აქვს ამასობაში რაითი კიდევ ერთხელ გაიჭრა წინ და ამასაც გაიტანს დიდი აბა რა თქმა უნდა. რას ვამბობ? მეტოქეს აქვს 4-1-2-1-2 ნეროუ ფორმაცია, რაც კარგია მენეჯერის რეჟიმისთვის. ეს ფორმაცია კარგია, ცუდი არ არის. ის ასევე ფორმაციებზე ვლაპარაკობდი და ბარემ ვიტყვი, ვაპირებდი რომ გადამეღო ვიდეო, სადაც გავტესტავდი სხვადასხვა ფორმაციებს მენეჯერის რეჟიმში. ანუ სხვადასხვა ვიდეოში, რომელიღაც ვიდეოში მაგალითად გავტესტავ სხვა ფორმაციას და რომელიღაცაში კიდევ სხვას. აქ ვალვერდე კარგად დაუფარა მეტოქეს. მესი იყო კონკრეტულად. ხო, და ეს შეტევა გავანეიტრალოთ და მერე ვიტყვი. ხო. ვაპირებდი რომ სხვადასხვა ვიდეოებში სხვადასხვა ფორმაცია გამეტესტა მენეჯერის რეჟიმით და მე თქვა ინფორმაციისთვის შესაბამისი ტაქტიკები ჩემი აზრით. და თუ გინდა თქვენ რომ ეს გავაკეთო, დამიწერეთ კომენტარებში და მითხრით რომელი ფორმაცია გავტესტო და რომელზე გინდათ რომ გითხრათ შესაბამისი ტაქტიკა. ვინაც არიცით, ყველა ფორმაციასთან შესაბამისი ტაქტიკა უნდა აიჩიო, როგორ ათამაშო გუნდი. ანუ მაგალითად მე რომელ ტაქტიკაზე ვათამაშებ, ჩემ 4-3-3 ჰოლდინგიან გუნდს, იმაზე რომ სხვა ფორმაცია ვათამაშო, კარგად ვერ ითამაშებს. შეიძლება ითამაშოს, მაგრამ რაღაც მინიმალური ცვლილებები ყოველთვის ჭირდება, როდესაც ფორმაციას ცვლი გუნდის. და შენ თვითონაც უნდა იყო მიჩვეული, როდესაც ჰიტ-თუ-ჰიტში თამაშობ, უნდა იცოდე როგორ უნდა ითამაშო ინფორმაციით და რა უნდა გამოიყენო, მაგალითად დიფენდინგი, ატაკინგი თუ ბალანსი. მე მაგალითად ჰიტ-თუ-ჰიტ როცა ვთამაშობ, ვიყენებ მენტალიტეტს დიფენდინგს, ანუ დაცვით მენტალიტეტს ეს რა არის. იმიტომ რომ მეტოქეს არ მივცე დაცვაში ბევრი სივრცეები. ამასობაში ვილი ორბანი ცუდად არ გამოიყურება. კიდეს მესიმეც გაიტანა გოლი. ვილი ორბანი ცუდად არ გამოიყურება, როგორც თქვი, წინ არ მიდის და ისე ძალიან არ აპრესინგებს მეტოქეს. დგას თავის პოზიციაზე, შვიდად წყნარად და როდესაც საფრთხე არის, ყველანაირად ცდილობს რომ მეტოქეს ხელი შეუშალოს გოლის გატანაში. დიდად აქტიური თამაში არ არის ეს კარტი, უფრო მეტად სტატიკურია. რაც მის work-rate-ზე მიუთითებს, როდესაც მეტოქე არის შეტევაში, რაც ისედაც იშვიათად ხდება. არის თავის პოზიციაზე დგას და როდესაც დიმიტერი დარბის, გადადის მარჯვნივ, მარცხნივ, ეს კარტი დგას თავის პოზიციაზე და იცავს არ სივრცეს არ ათავისუფლებს მეტოქისათვის. ამასობაში კიდევ ერთი გოლი ვიხილეთ ჩემი გუნდის მხრიდან, ზამბროტას შვენიერი ჩატარება იყო და რაითმა თავის შვენიერი გოლი შემოგთავაზა. ჰეტ-ტრიკი რაითის. იან რაითი. ოიარზაბალი, ლოკატელი, მოდი დავბრუნდეთ თამაში. მესი. კამბიასო კარტი როგორც ყავდა და დიდად მოყოფილი არ ვიყავი ინფორმაციაში, რომელიც მე მქონდა, თორე ალბათ კარგი კარტია. ცუდი სტატები ნამდვილად არ ქონდა. ესეთ კარგი კარტი უნდა იყოს. მე იმდენად კარგად ვერ გავტესტე. გარინჩა ამასობაში დააბრუნა უკან ზამბროტამ ჩააწოდა და ყვარა ვნახოთ რას იწევს. მარკეზის წინააღმდეგ ვერაფერსაც ვერ იწევს, რადგან ძალიან კაი კარტია მარკეზის და მეც მინდა ძალიან რომ ეს კარტი ავიღო. რაფა მარკეზის კარტზე მაქვს საუბარი. საერთოდ თუ დავაგრებ იმ პაკებიდან, ამ კვირის ბოლოსაც რა თქმა უნდა იქნება პაკოფენინგი,
ასევე იმ პაკსაც გავხსნი 100-დან 111-ის ჩათვლით პაკს და თუ დავაგდებ რაფაელ მარკეს ძალიან გახარებული ვიქნები, რადგან ცენტრალური მცველის შესვლა მაინც მინდა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ეგ ქარდი 111-იანი მარკესის მხოლოდ ღირს 800 შეერთ პოინტი, რაც იაფია ჩემი აზრით და შევძლებ ჩემი აზრით მაინც ძალიან არ უნდა გამიჭირდეს. ნუ ქოინებსაც გამოვიყენებ. თუ ვერ შევძლებ ქოინებით შევიძენ ქარდებს. და ხო, ეგრე მოვიქცევი აუცილებლად. მოდი ახლა ორბანის სტატებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ. 175 დიფენდინგი, 157 ფიზიკა, 121 ფეისი და 118 დრიბლინგი. 4 ვარსკვლავი აქვს სტამინა და power hitter trait-ი აქვს. კარგია, ბოლომდე თუ დავრანკავთ და გავაძლიერებთ, კიდევ უფრო კარგი იქნება და ეს ქარდი ჩემი აზრით კარგია დაცვის დროს. მენეჯერის რეჟიმში ახლა დიდად თავი ვერ წარმოაჩინა ისე, იმიტომ რომ უფრო მეტად ბურთს ჩვენ ფლობდით. მაგრამ ჩემი აზრით ვისაც ისეთი დაბალოვერიანი და ბიუჯეტური ქარდი გჭირდებათ, რომელიც გააძლიერებს თქვენ დაცვას, თქვენს კი არა, ჩემი აზრით, ჩემს დაცვასაც გააძლიერებს, ახლა გააძლიერა რომ ყავდეს მაგალითად შეცვლებზე, ეს ქარდი ცუდი არ იქნება. და როდესაც დაიღლება ჩემი რომელიმე ქარდი, ან ხედავ რომ კარგად ვერ გამოიყურება ბურნი ან დევინტერი, ეგრევე შევცვლი და ეს ქარდი ჩემი აზრით კარგად უნდა თამაშობდეს თვითონ თამაშის პროცესისას. კიდევ რა შემიძლია რომ თქვა ამ ქარდზე? ძალიან კაი ქარდია და ჩემგან ამ ქარდს რეკომენდაცია თუ გჭირდებათ დაბალოვერიანი და ბიუჯეტური ქარდი ცენტრალური მცველის, ჩემი აზრით, ბევრ 100-ოვერიან მცველს ჯობია. მაგალითად, მაგვაიერს აქვს შეტევითი work rate-ი აქვს მაღალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარდაცვაში რომ ბურთს აკონტროლებს მეტოქე, პირდაპირ გაიქცევა, დააპრესინგებს და მეტოქეს, რა თქმა უნდა, მისგან შექმნილ სივრცეს ადვილად აითვისებს და გოლსაც გაიტანს დიდი ალბათობით, თუ კარგი გუნდი ყავს. ამიტომაც მაგვაიერის ქარდს ჩემი აზრით ორბანის ქარდი ჯობია. სტატებით იმდენად არა, მაგრამ გეიმპლეითი იმაზე კარგი ქარდია ჩემი აზრით. ეს ჩემი პირადი აზრია, არავის აზრში თავს არ ვახვევ მე. მე ვფიქრობ, რომ რატომ უნდა დახარჯო იმაში 800 შეერთ პოინტი ღირს, მე მგონი მაგვაიერი, როდესაც შეგიძლია რომ ორბანი 200 შეერთ პოინტად აიღო. თუ დაბალოვერიანი ხარ და თუ მაღალოვერიანი ხარ, იმ 800 შეერთ პოინტად შეგიძლია რომ საერთოდაც მარკეზი აიღო და ვერ ხვდები რატომ მაგვაიერი. ჩავქოლი ამ ვიდეოში მაგვაიერი. მაგვაიერზე არა, უფრო ორბანზე უნდა მესაუბრო, მაგრამ თქვი რომ ორბანი კარგია. მოკლედ მეგობრებო, ახლა გემშვიდობებით და ჩვენ შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა კარგად.